საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 29 აგვისტოს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში ჩამობრძანებას ანჩის ხატობას დღესასწაულობს. სადღესასწაულო წირვა თბილისში მდებარე ანჩის ხატის სახელობის ტაძარში დილიდანვე აღევლინა. ეკლესიაში შეკრებილნი ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ ეს დიდი სიწმინდე, რომელიც არაბების ხელში იყო მართალია ხალხი ეთაყვანებოდა მას, მაგრამ გადმოებრძანებინა კონსტანტინოპოლში, დედაქალაქში, სადაც იცით თქვენ, რომ უამრავი სიწმინდეების გადაბრძანება ხდებოდა და ედესის მმართველმა არაბმა 12,000 ვერცხლის მონეტად მიჰყიდა ეს და ამავე დროს პირველ რიგში რაც მთავარი მისთვის იყო თავდაუსხმელობის პაქტი დადო, რომ ბიზანტიის იმპერატორი ედესას არ აიღებდა და იმპერატორმა ეს სიტყვა შეასრულა, გადაუხადა ეს თანხა და 944 წლის 16 აგვისტოს, აი დღევანდელ დღეს, ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 29 აგვისტოს ხატი, ეს ხელთუქმნელი ხატი წააბრძანეს ლიტანიობით კონსტანტინოპოლში და თვითონ იმპერატორი და მთელი სამღვდელო დასი გამოეგება 100 კილომეტრით ადრე, სანამ კონსტანტინოპოლამდე მივიდოდნენ და ასე წააბრძანეს დიდები წააბრძანეს ეს ხატი კონსტანტინოპოლში და დაასვენეს აია სოფიის ტაძარში. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულ მშვიდობით გამყოფოთ, ანჩის ხატის მადლი და ძალაულები ყოფილიყოს თქვენზე, ჩვენზე, სრულიად საქართველოს სრულიად მართლმადიდებელ ერზე. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულმოქმედი სიწმინდის შექმნა უშუალოდ მაცხოვარს უკავშირდება, როცა განკაცებული უფალი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. გადარჩენის იმედით მან თავისი ქვეშევრდომი იესო ქრისტესთან გაგზავნა და თან მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისგან განკურნავდა, მის ყველა სურვილს შეასრულებდა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლება. მაშინ ის შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. არა ამ ქვეყნიური მადლით გაბწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში მაცხოვარმა, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას. შემდეგ ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და 4-ხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. ამის შემდეგ ტილოზე მაცხოვრის სახე სასწაულებრივად გამოისახა. გახარებული ანანია ედესისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მეკუთნესთან გაათია ღამე. ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეთს შორის ჩაასვენა. როდესაც სიწმინდე კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეთზეც გადასულიყო. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. სწორედ აქ ნახა პირველად წმინდა ანტონ მარტყოფელმა ეს უდიდესი სიწმინდე და გადაწყვიტა საქართველოში წამოებრძანებინა. არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს და დაასვენეს წმინდა სოფიას ტაძარში, სადაც მე-13 საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისთვის ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული. მე-13 საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. 1204 წელს ქალაქი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გაგზავნა გემით, რომელიც ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. ფიცარი, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული, იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩის ხატი ეწოდა. ანჩელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. სიწმინდე სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ობიზარმა მოჭედა. იოანე ანჩელმა კი ხატს საგალობელი მიუძღვნა. მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლი ოსმალებმა დაიპყრეს, ხელთუქმნელი ხატი გადაუსვენებიათ ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში მოხვდა, შემდეგ კი თბილისში ჩამოაბრძანეს და მე-7 საუკუნეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ტაძარში დაასვენეს. ამის შემდეგ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად ტაძარს ანჩის ხატი ეწოდა. დღეისათვის ეს უდიდესი სიწმინდე, პირი ღვთის ხატი, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხატის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენა თვლიდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნდამენტურ მეცნიერებებში ქართულ-გერმანული სკოლა სემინარი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებელსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ეგრეთ წოდებული Smart Lab-ის დაფუძნებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით ლაბორატორიაში იმუშავებენ ის ქართველი მეცნიერები, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს. პროგრამაში მაგისტრანტებიც ჩაერთვებიან. სკოლა სემინარი 2 სექტემბერს დასრულდება. მემორანდუმი, რომელსაც მოვაწერთ ხელს, გულისხმობს იმას, რომ არ ხდება ლაბორატორია, Smart Lab-ი, პირველი Smart Lab-ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელშიც იმოღვაწევებს ჩვენი თანამემამულე, რომელსაც მიიღო PhD, ანუ სადოქტორო ხარისხი იულიხში, ასევე მიიღო სადოქტორო ხარისხი საქართველოში, ბრუნდება საქართველოში და ის იმუშავებს იმ მოწყობილობაზე, რომელიც გამოუყავით, განთავსებული იქნება, როგორც გითხარით, TSU-ში და ეს იქნება დიდი ევროპული პროექტის ნაწილი. მე წარმოვადგენ იულიხის კვლევით ცენტრს. ქართველ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. ეს უკვე რიგით მე-7 სკოლა სემინარია. ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ფიზიკაზე, ასევე ვეხებით მედიცინის განვითარებას. წელს განსაკუთრებით საზეიმო განწყობა გვაქვს, რადგან იხსნება ლაბორატორია, სადაც ბევრი საინტერესო სამუშაო ჩატარდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ახალი სტრუქტურული ერთეული წარადგინა. კობა კუბალაძის განცხადებით, სამსახურის ძირითადი მიზანი ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა და მათი კეთილდღეობისთვის მყარი სამართლებრივი თუ სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნა იქნება. შეხვედრას მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ახალი სტრუქტურის შექმნა საჭირო გახდა, იმიტომ რომ უფრო დინამიურად, უფრო მობილურად და მოქმედად იფუნქციონიროს აღნიშნულ სამსახურმა. ძირითადი ამოცანები, რომელიც არის ახალ სტრუქტურაში გაანგარიშებული და გათვლილი ისევე როგორც ახალ დებულებაში, ითვალისწინებს იმას, რომ ვეტერანებმა სრულფასოვანი ინტეგრირება მოახდინონ საზოგადოების სხვა დანარჩენ ნაწილში. ვცდილობთ იურიდიულად გავმართოთ ვეტერანების უფლებები, მათი შესაძლებლობები, ეს სხვადასხვა სამედიცინო დაზღვევა იქნება თუ სხვადასხვა პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს ვეტერანები და უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ირანელ ინვესტორებთან ერთად ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა. მხარეები წითელი ნუსხის იშვიათი სახეობის ხემცენარეებს გაეცნენ და გარეულ ფრინველთა ონიტო ფერმა დაათვალიერეს. უწყების ხელმძღვანელმა ინვესტორებს არიდულ ზონებში ნამყენი ფსტის პლანტაციების გაშენების პერსპექტივა გააცნო. გიგლა აგულაშვილმა წითელი ნუსხის სხვადასხვა სახეობების მცენარეების გამოყვანაზეც ისაუბრა. ჩვენ დაინტერესებული ვართ აქაური მეურნეობის განვითარებით. განვითარების ფორმატში ჩვენ ვხედავთ კერძო საჯარო თანამშრომლობის შესაძლებლობას, ამიტომ ვლაპარაკობთ ყველა შესაძლო პოტენციურ ინვესტორთან, გვაქვს მათთან კომუნიკაცია. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესები, კონკრეტული სახეობების გამოსაყვანად და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი დამთავრდება წარმატებულად, ისე რომ დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე მეურნეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს სანერგეში მოსვლისთვის. ეს ჩემი მეორე ვიზიტია და მოხარული ვარ, რომ ასეთ მოკლე დროში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ აქაურობის კიდევ უფრო გასამწვანებლად. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯენში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს საქართველოს მელიორაცია აწარმოებს. პროექტის ფარგლებში წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მელიორაცია ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვეჯინის გამანაცილებელი არხის რეაბილიტაციას. შედეგად ადგენილი იქნება 2 კილომეტრიანი მონაკვეთი შესაბამისი ჰიდროტექნიკური კვანძებით და 100 ჰექტარამდე ტერიტორია იქნება გასარწყავებული. რაც თავი მახსოვს, წყალი არ ყოფილა ამ ჩვენ სოფელში, ამ არხში და ყველანი კმაყოფილები ვარ. რაც წყალი გამოვიდა და გამოიყვანეს, რა ვიცი, არავინ არ არის უკმაყოფილო, ვისაც უნდა წყალი ყველას მიყავს, ვინაწილებთ, რა ასე რომ პრობლემა არ აქვს წყალზე.
სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. ადგილზე არსებულ ვითარებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო. სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი 11 კილომეტრ-ნახევარი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიგება 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა. აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა. აღნიშნული მონაკვეთის 2 კილომეტრიანი ნაწილი გაიხსნა ივლისის თვეში, რითაც შესაძლებელი გახდა ქუთაისი სამტრედიის მონაკვეთის 9 კილომეტრიანი გზის ექსპლუატაციაში შეყვანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები, მიმდინარეობს ხრილის მოწყობა. აღნიშნული პროექტი დასრულდება 2017 წელს და ამ პროექტის ფარგლებში დასაქმებული არის 500-მდე ადამიანი.